ნიკას მივესალმები. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, პასუხობ ჩვენს კითხვებს. პირველ რიგში რა იყო დღევანდელი გადაწყვეტილება? დაინახეთ რაიმე იმედის მომცემი ამ გადაწყვეტილებაში, როგორც პერსპექტივის სახით, რომ კარი არ არის საბოლოოდ დახურული, თუ ფიქრობთ, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის უმძიმესი გადაწყვეტილება და მან ქვეყანა რაღაც რამდენიმე წლიანი პერსპექტივა დააკარგინა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ითქვა სიმართლე, უმძიმესი დღე არის ემოციურად იმ თვალსაზრისით, რომ შედეგი სხვანაირი და დადგარი იყო და დადგებოდა აუცილებლად, რომ არა ოლიგარქატი და ოლიგარქიული მმართველობა, რაც ასევე შავით თეთრზე დაწერეს და ეს არ არის მხოლოდ უკვე ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის სიტყვები. რაც დამაიმედებელია არის და ნამდვილად დამაიმედებელია, რომელიც აუცილებლად რეალიზდება, იმედი რომელიც არსებობს და რომლის იმედიც ასევე აქვს ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს და ამიტომაც ისინი ვერ გაწყვეტენ კავშირს საქართველოსთან, არის ქართველი ხალხი, საზოგადოება, ჩვენ ყველა ის ადამიანი, ვისაც არ უნდა მორჩილებაში ცხოვრება. არ ვიცი, გინებოთ დეოლიგარქიზაციაზე ვისაუბროთ, გინდა ოლიგარქიზაციაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწოს, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს მორჩილებაში ცხოვრებას. მუდმივად. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი ვართ. ამ ხელისუფლების პირობებში ევროპული პერსპექტივა, ანუ ის პერსპექტივა, რომელიც ამ დოკუმენტითაც არის დატოვებული, ამ გადაწყვეტილებითაც, რომელიც არ არის ახლა მაინც საბოლოო, მაგრამ არ ვიცი, ეხლა შესაძლოა იყოს გაზიარებული, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იქნება უბრალოდ წარმოუდგენელი? ეხლა თქვენ თუ მე კითხვას გისვამთ, ნიკა. კი, მე ხარატო გეჩხუბები და არა, ჯერ არა. თუ თქვენ ფიქრობთ შესაძლებელია ბიზინა ივანიშვილმა თავად წამოიწყოს პროცესი დეოლიგარქიზაციის, ანუ აღარ ყავდეს პირადი მცველები მინისტრებად, აღარ აკონტროლებდეს. წარმოუდგენლად მეჩვენება მის მიერ კონტროლირებული გუნდის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ამიტომ მგონია მას არასოდეს ეს სურვილი არ გაუჩნდება, არასოდეს. ამის რესურსი მათ არ აქვთ და ამის ნებაც არ აქვთ. ხო, აი იგივე დეოლიგარქიზაციაზე როდეს საუბრობთ, მე არ მომისმენია, მაგრამ მითხრეს ხა დატვირთული დღე იყო, გამოსულა კობალხიძე და დეოლიგარქიზაციაზე, როდესაც ისაუბრეს, ჩვენმა პარტნიორებმა რას ლაპარაკობთ, ვეთანხმებით, დაიწყო ეს პროცესი დეოლიგარქიზაციის, მაგას მიხეილ სააკაშვილი და კეზერაშვილი მოიყვანა მაგალითად. ამაზე მეტი ცინიზმი და უტიფრობა რა უნდა არსებობდეს. თავიდან ბოლომდე ეს რეჟიმი დგას და ეიმედებათ პროპაგანდისა. გონიათ თავისივე ამორჩეველი იმდენად სტერილური, რასაც იტყვიან დააჯერებენ. მაგრამ მან აქაც ძალიან მნიშვნელოვნად ცდებიან, რომ მათ ამორჩეველშიც ძალიან ბევრი უკვე იწყებს, მე არ ვამბობ რომ გადაწყვეტილებას შეცვალეს, იწყებს ღრმად ფიქრს. იმდენად მნიშვნელოვანი გზაგასაყარი გამოჩნდა ჩვენს წინაშე, სადაც ბევრი ადამიანი ბიზინა ივანიშვილს ვეღარ გაყვება ამ უსყულში. აი ხა წარმოგიდგენიათ მართველი პარტიის თავმჯდომარე სერიოზული სახით მორიგ ჯერზე გამოდის და ამბობს ამას ასე ხავ თქვი. ეს წერტ დასასმელი საკითხია და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეიძლება ოლიგარქი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ხალხის ნების აღსრულებით. ოლიგარქი მუდმივად იტყვის, რომ ის ჩამოცილებულია, ის არაფერს არ აკონტროლებს, მისი ჩამოცილებაა შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ კონტროლირებული გუნდის და მთავრობის სახში გაშვების შედეგად. აი ეს როგორ გესახებათ? კი ბატონო, არ ვიქნები ორიგინალური ეს ხელისუფლება, როდესაც იგრძნობს, რომ ეს პროცესი უკვე არის დაწყებული, კონტროლირებადი გუნდი ჩამოიფრჩნება ხუხულოსავით დაინგრევა დღეებში. თქვენ ხო არ გონიათ, რომ ან ჩვენ ხო არ გონიათ, არ გიგონებთ, თქვენ როდესაც საუბრობთ, თქვენ მოგვართათ პირადად კონფრონტაციაში ვარ შევიდეთ, რა თქმა უნდა შევიდეთ. უბრალოდ მთელი სამართალდამცავი ეს სისტემა პირველ რიგში თავისივე გუნდის წევრების მოთვინიერებისთვის აქვს შექმნილი. არ ხუმრობ, ან რამე ხუმრება და არც ვაჭარბებ
პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე. იქიდან მხოლოდ ძალის ავტორიტეტით ცდილობს ვითარების დაჭერას ბიძინა ივანიშვილი და იმ ძალით იჭერს დაკონტროლებს საკუთარ გუნდსაც და დანარჩენის. არა მხოლოდ, არა, დიახ, რა თქმა უნდა, ეს ცალსახა თუ კი ვინმესთვის საფრთხის შემცვლელი არის პერსონალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უშიშროების სამსახური პირველ რიგში საკუთარი გუნდის წევრებისთვის, რაც მრავალჯერ სხვა მხრივ დადასტურებულა, ხო, ყოფილი გუნდის წევრების ასე თქვა აღიარებითი საჯარო განცხადებები. ამიტომ მე ვხედავ ერთადერთ გამოსავალს თავშივე რომ ცხადი გავხადო, ჩემი პოზიცია როგორია და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილის და ამის შემდეგ ვისაუბრებ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილების გარეშე ჩვენ ევროპული პერსპექტივა არავითარ შემთხვევაში არ გვექნება. ამაზე საუბრობს თავად ამ რეჟიმის წარმომადგენლები ყოველდღიურად და კიდევ თუ დარჩება ადამიანი ვინც ქარაბშუტულად დაუშვებს ვარაუდს რომ შეიძლება ერთჩვენიერ დღეს ეს მოცემულობა შეიცვალოს, ნუ ასეთ ადამიანთა კამათი არ ღირს. პირველი შემოწმება ან მონიტორინგის პროცესი ევროკავშირის მხრიდან თარიღი, ერთადერთი თარიღი, რომელიც ახლავს ამ დოკუმენტს, ეს არის პროცესის შემოწმება, როგორ მიდის პირობების შესრულება და წერია 2022 წლის ბოლომდე, დეკემბერი. ეს ნიშნავს, რომ ამ დრომდე საქართველო ამ პერიოდს საქართველო ახალი ხელისუფლება უნდა პირველ მოდით აი უფრო მკაფიო გავხადოთ მე დარწმუნებული ვარ ზალღონი არ უნდა დავიშუროთ რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს უახლოეს პერიოდში ჩვენ რა თქმა უნდა არც მოლოდინები უნდა შექმნათ გადაჭარბებული მაგრამ ამავე დროს არც რეალობა უნდა დავუმალოთ ერთმანეთს სავსებით მჯერა მე ამ ხელისუფლების ცვლილების. მჯერა, იმიტომ რომ ისინი არაფერზე არ დგანან გარდა მილიონობით დოლარისა და ევროსი და პროპაგანდისა. რაც ფაქტორი არის ამ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ბრძოლაში, როდესაც განსაკუთრებით შენ ხავს მიტაცებული სახელმწიფო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შედეგი დადგა მთელი რიგი საბოტაჟის შედეგად და ხელისუფლებამ იმუშავა. ხელისუფლებამ ზალღონი არ დაიშურა. ხელისუფლებამ იმუშავა ერთის მხრივ რომ არ იმუშავა და მეორეს მხრივ იმით რომ იმუშავა ასევე და ხელისუფლებამ არ იმუშავა პოზიტიური შედეგის მისაღებად, ხელისუფლებამ იმუშავა ნეგატიური შედეგის მისაღებად. ეხლა წარმოუდგენელია, თუნდაც აი დღეს არ მოვიდგინეთ პირველ რიგში, რაც არ უნდა იდეალები არსებობდეს, იდეები არსებობდეს, იდეოლოგები სხვადასხვა არსებობდეს, ხო? და იდეებს შორის ჭიდილი არსებობს. ყველაფერი ხშირ შემთხვევაში სენსუალურ დონეზე დადის. ადამიანი ხარ, ადამიანი ვარ. დიანა ტრაპაიძე ხარ, ნიკა მელია ვარ. ეხლა ერთმანეთს თუ ვაგინებ, შეიძლება აი ამ დაპირისპირებაში გამოგჩეს საღი აზრი და ეხლა წარმოვიდგინეთ, ევროპის სახალხო პარტიის წევრებს კრიმინალები ეძახეს ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში. იგივე იმ ხალხთა გადაწყვეტილების მიმღები მიმღები ორგანოს პირველი პირები, მათ შორის ქალბატონი ფონ დერ ლაიენი, ხო? მას და მის თანა, არ ვიცი, გუნდელებს კრიმინალები უწოდეს, მრავალჯერ კამპანია აწარმოეს. შეიძლება გაცხარდე, ერთხელ სიტყვა გაგექცეს. არა, გეგმა ზომიერად კამპანია აწარმოეს, რომ მოენათლათ ყველა ის ადამიანი, ვინც 30 წლის განმავლობაში საქართველოზე სპეციალიზდებოდა და მართლა დიდ კომაგად ჩამოყალიბდა კრიმინალებად. და რა ვიცი კორუფციულ ბრალდებებსაც უყენებდა. ჩვენ უნდა გვესმოდეთ ძირფოსო მეგობრებო, დიანა, ვიცი რომ თქვენ იცით ჩვენივრად. ეხლა როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევი ვიზიტი, როდესაც ბრიუსელში ჩადიხარ, როდესაც სტრასბურგში ჩადიხარ, როდესაც ასობით ევროპარლამენტარია, ხო? არ ნიშნავს იქ რომ ყველა ადამიანი გათვითცნობიერებულია საქართველოს პოლიტიკაში. არიან ყოველთვის ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფოებზე, კომაგებათო დაახლოვონ ისინი ევრო სტრუქტურებს, ხო? და საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავარ საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოში, ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, ასეთი ადამიანები არსებობენ, არც თუ ისე მცირე რიცხვოვნების, ხო? ყველა პერსონალურად მიზანში ამოიღეს. ამის შემდეგ ლაკმუსის ქაღალდი ჩემთვის და მთავარი ტესტი იყო და არა მხოლოდ ჩემთვის, თქვენთვისაც ეჭვი არ მეპარება, როდესაც შენ არ გჯეროდა უკრაინის წარმატების, შენ არ გინდოდა დასავლეთის გამარჯვების, ხო?
იმის მაგივრად რომ უკრაინისთვის ხარდაჭერა აღვიქვა პირველივე წუთიდან, ძალიან კარგად გვახსოვს, პირველივე წუთიდან რა პოზიცია დაიკავა ამ რეჟიმმა. არადა ერთი წამით ისიც წარმოვიდგინოთ, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ჩვენ ხელი-ხელს ჩაკიდებული ყოფილიყავით უკრაინელებთან პოზიციების თვალსაზრისით, რამდენად სხვა შედეგი შეიძლება დამდგარიყო. ამ სამი სახელმწიფოდან საქართველო, მოლდოვა და უკრაინა განსხვავება იყო უზარმაზარი ევროინტეგრაციის პროცესში, ჩვენ ვიყავით ჩემპიონები, ვიყავით ლიდერები, მოწინავე. მიუხედავად იმისა, რომ დიახაც უშუალოდ წარმოგიდგენიათ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არც ერთი არ ესაზღვრება, გესმით? განსხვავებით არ აქვს საზღვარი და განსხვავებით მოლდოვისა გეოგრაფიის უპირატესობა ქონდა უკრაინას და მოლდოვას. მაგრამ ეს უპირატესობა ხომ ქონდათ წლების წინათაც, როდესაც ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობა ეს ნაკლოვანება საქართველოს უნდა დაეძლია სწორედ გასმაგებული მუშაობა. გაძლეული არათუ არისო, აი ხო, უნდა წავიდეს ეს ტელეკრედიტი ხა წინა ხელისუფლების საადმი ხო და იმ მაშინდელი სამოქალაქო საზოგადოების ასევე დამსახურებითაც, ხო, პოლიტიკური ნება აღმოაჩნდა ერთი ხელისუფლებას და ამიტომაც შეიცვალა ედუარდ შევარდნაძეს ხელისუფლება და მთავრობა, მაგრამ ერთიან ნება ქონდეს და მეორე мотиваცია ქონდა. შეიძლება არ ქონდეს. мотиваციაც იყო, ენთუზიაზმიც იყო, კვალიფიკაციაც, კლასიც და ასე შემდეგ. ყველაფერი. შედეგად მივიღეთ ის, რომ ის ნაკლოვანება შეიძლება ვიღაცისთვის თუ კი არსებობდა, არათუ აღმოიფხვრა გიგანტური ნაბიჯით გავასწარეთ მოლდოვასაც და უკრაინასაც, ხო? ის მესიჯიც როგორ გაუფუჭდა ქართულ ოცნებას, რომელიც სხვადასხვა დღიდან აი ამ აპლიკაციის შევსებისა რამდენჯერ შეცვალეს მესიჯბოქსი, ხო? ჯერ ოპოზიციას გვაბრალევდნენ თავიდან ბოლომდე, რომ ჩვენ არ გვინდოდა, მე მოუწიათ ამ ყველაფრის შეცვლა და აგერეხა გუშინ წინ განცხადება გააკეთა კობახიძემ, ხო, გუშინ, რომ ხა ევროკავშირი არ თუსო საჭიროდ ჩვენ სტატუსი მოგვანიჭოს, ვინაიდან ეკონომიკური წარმოუდგენელი მაღალი ზრდა გვაქვს, მოლდოველებს უჭირთ და 500,000 დევნილი ყავთ შესაფარებელი და შეფარებული უკრაინელებისგან. არ მოიდგინეთ ეხა, რა საღამო იყო სადღაცა 8 წუთები იყო. მე 16 შეხვედრა მაქვს. არ ჩერდებოდა ადამიანი და შედეგიც ნახეთ. არადა თქვა თეთრი შურდაო საქართველოს. მაკრონი ჩავიდა მოლდოვაში, შინოვში, კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები. ეს ცხადი იყო სურათი ან ევროპელი როგორი ლიდერები, ხო? ტრადიციული ევროპული სახელმწიფოს პირველი პირები, რომლებსაც სკეპტიკოსები როგორც წესი გაფართოების. დიახ, რომლებიც ისედაც არ არიან არ იყვნენ მომხრე ევროკავშირის გაფართოებისა და მისი ნიკა, თქვენ ახსენეთ პროპაგანდა. ამიტომ რა კაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს ახლა ოპოზიციას. ამ დოკუმენტში თუნდაც დეოლიგარქიზაციის ჩანაწერით არის თუ არა ასევე კაფიო იდეა, რამაც შეიძლება გაგაერთიანოთ. ასევე გეტყვით, რომ მოლდოვას დოკუმენტშიც წერია დეოლიგარქიზაცია, ხოლო უკრაინის დოკუმენტში არის ნახსენები კანონი, რომელიც უკრაინამ მიიღო და ამ კანონის ამუშავებაზე არის პირობების ჩამონათვალში ჩანაწერი. ოლიგარქიზაცია არის პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემა და არის ჩვენი პრობლემა და ასევე მე გავიხსენე შესავალ სიტყვაში ბრიუსელის კვლევითი ცენტრის დასკვნა, სადაც ეწერა ღიად, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არაანგარიშვალდებული პირი გამოკვეთილი იყო როგორც პრობლემად ამ გზაზე. ჩვენ უნდა გვესმოდოს, რომ დღევანდელი ეს მოსაზრება ანგარიში, როგორც გენებოთ, ისე ვუწოდოთ, არის პრაქტიკულად სამოქმედო გეგმა და პროგრამა. იგივე საზოგადოებისთვის, ოპოზიციური კლასისთვის. ამაზე გენიალური სამოქმედო გეგმა რა შეიძლება არსებობდეს. შავი თეთრზე გაწერილია რა არის შემოფარგლებელი. თქვენ აპირებთ ამ დოკუმენტის ხელისუფლებასთან ერთად აღებას და მის იძულებას. არა, მე არ მჯერა. თუ თქვენ აპირებთ საზოგადოების მოწოდებას, რომ დავდგეთ ქუჩაში და ვაიძულოთ წავიდეს ხელისუფლება. აი ორი გზა არის. ამას არ გააკეთებს თავისი ნებით, ეს არის გამორიცხული. იმიტომ რომ მან იცის, რომ ამაზე დგას. და ტოც არ მოჭრის, რომელზეც ამოსკუპებულია, გამორიცხულია. ძალიან გულუბრყვილობარი ეს ვიმედოვნოთ და დღეს ქალბატონ ზურაბიშვილს რომ ვუსმენდი, საოცარი იყო, რაც მან პრაქტიკულად დამშა შტაბ-ბიჭილება, აი, არ ვიცი, რაღაცა რომ ნამცეცები დაგეყრება და ადამიანი, რომელიც მზად არის მოასუფთავოს ფართი. აი ასეთ შაბეჭირებას ტოვებდა დღეს ქალბატონ ზურაბიშვილი, რომელიც ქალბატონ ზურაბიშვილი ამბობდა, რომ იცით და ყველაფერი კარგად არის
მეტნაკლებად იმეორებდა ქართული ოცნების გზავნილებს 6 თვე გვაქვს წინ და უნდა ვიმუშაოთ არა ნახე ქალბატონი ზურაბიშვილი რომ უნდა ვიმუშაოთ ეს სამოქმედო გეგმაა შენ რომ უნდა ვიმუშაოთ გასაგებია ქალბატონი სამოქმედო ზურაბიშვილი რომელსაც ბერკეტები აქვს რომელსაც ელემენტარულად აქვს პოზიცია გულისხმობ მისი თანამდებობრივი პოზიცია მაქვს ხედველობაში ხო განცხადების დონეზეც ახლოსაც არ გაუკეთებია პრაქტიკულად იშვიათი გამონაკლისის გარდა რეალურად ის განცხადება რომელიც უნდა გაეკეთებია და საუბრობს თუ წინ 6 თვე გვაქვს უნდა ქალბატონ ზურაბიშვილს სჯერა გაბრაზებული ვარ მთავრობის პრობლემებზე. ქალბატონ ზურაბიშვილს ჯერა არა ქალბატონ ზურაბიშვილს რომელზეც არ გესმის ადამიანი ზავნილები არის ქალბატონი ზურაბიშვილი არანაკლებ დაკავშირებით ძიმე როლს თამაშობს უფრო ვიდრე ირაკლი კობახიძე უმძიმეს როლს თამაშობს ირაკლი კობახიძეზე მეტად ვიდრე სალომე ზურაბიშვილი იმიტომ რომ ყველაფერს ისინი არქვა ყველაფერს თავის სახელს ირაკლი კობახიძე ქართული ოცნებისთვის ქართული ოცნებისთვის უმძიმეს როლს თამაშობს სახელმწიფოსთვისაც და ქართული ოცნებისთვის ხო ხა ნუ ირაკლი კობახიძე წესით ოპონენტისთვის უნდა იყოს საჩუქარი რომ ესეთი კაცი იყოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა როდესაც გააკრიტიკა რეზოლუცია ევროპარლამენტარებისა ისევე როგორც კობახიძემ რა განსხვავება უნდა დავინახო იქ დააბრალა ეს ყველაფერი ოპოზიციას არადევს შვენილად იცის არაფერს შუაში არ არის ოპოზიცია თუ კი რამეს აკეთებდა პირიქით ითხოვდა რომ ის შედეგი არ დამდგარიყო დღეს რაც დაადგა და დღესაც გაიმეორა რომ ოპოზიციას მოუწოდა ნუღათად იხართ ბრიუსელში და საზღვარგარეთო მე მივხედავ ამ საქმესო და გააყო და გამიჯნა ბიძინა ივანიშვილი ცუდი ამბებიო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ერთმანეთისგან გააყო გამიჯნა ეს ნამღერი სიმღერა არის უკვე მორჩა გაჭრილი კარტია დღეს მდგომარეობით ქალბატონი ზურაბიშვილი არ მიდოდა ამ ყველაფრის თქმა მაგრამ ნამდვილად გაჭრილი კარტია მისთვის ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და არ არის პრობლემა დანარჩენი უდიდესი ნაწილი საზოგადოებისთვის თავარი ასე თქვა სათავე პრობლემის არის ბიძინა ივანიშვილი წარმოგიდგენთ რამხელა დისონანსია სხვა რა შედიან ეხლა ძალიან თქო არც მინდა კამათი იმდენად აშკარა არის თქვენ თუ მეუბნებით რომ სალომე ზურაბიშვილის გაკეთებულ განცხადებებს უნდა ვისაუბროთ როდესაც ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილზე რო ჩააწერია ოპოზიციონერებმა არა ჩააწერეს რეზოლუციაში ეს ყველაფერი დაუსაფრთხოებელ ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა და ქართულმა ოცნებამ ვერ იმუშავა ამიტომ ეხლა ქალბატონი ზურაბიშვილის როლი არის არა თუ არანაკლებ დესტრუქციული არამედ უფრო მძიმედ მოქმედებს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ვიდრე კობახიძე ივანიშვილი თავ პირდაპირ გეუბნებით ეს ასეა ცხოვრებაში არა მარტო ნებისმიერ ადამიანის გულისხმობ არამედ პოლიტიკურ სფეროში კობახიძეზე მძიმეთ რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ეს ფრაზა რამდენად დამაჯერებელი ვაიმე ქალბატონო ისა დიანა როგორ შეიძლება არა თან უნდა რომ შერიგებაზე უნდა და არა ნუ ხართ მიჩვეული რომ ჟურნალისტები რაღაც პოლიტიკოსებს ძირითადად ეთანხმებიან და ერთ ხმაში ერიან არ არის ეს ჩემი პროფესიის ვალი ამიტომ ვიკითხები და უინტერესო და შემიძლია დაბალ რეგისტრს ვისაუბრო არა გაუწიეთ ხმას ემოციებს გიზიარებთ რატომ და იმიტომ პასუხობთ მარტივად ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაში არ არისო ეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა არაფერ შუაში არ არისო ბიძინა ივანიშვილიო არ იმსახურებდა გადაეფარა და ოცნების პრემიერზე და პარტიის ლიდერზე გადაიტანა პასუხისმგებლობა პრინციპში გადაეფარა ხო გადაეფარა პრინციპში ქალბატონო დიანა კარგი ხა ამ დროს მაინც ყველაფერს თავის სახელი დაავარქვათ აი ამ მართლაც ისტორიულად ძალიან დიდი მარცხი ოდესაც იწვნია ქართული ოცნების გამო ქვეყანამ და ქვეყნის მოსახლეობამ და მადლობა ღმერთს ამ ქვეყნის მოსახლეობას რომ დასავლეთი კვლავ ხალხს გვერდში უდგას და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამ სიძნელებს გადავლახავთ მაგრამ პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება მუშაობა და ხელისუფლების იძულება რომ პუნქტობრივად შეასრულოს ყველა დოკუმენტი და მორიგი საპროტესტო მოძრაობის სულისკვეთების მიცემა რომ ხელისუფლება გადადგეს დანიშნოს ვადამდელი ამ ტიპის მოძრაობა, აი რომელი არის გზა, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად? კიდევ ერთხელ რიტორიკულად დავსვამ კითხვას. თქვენ თუ ცდილობთ რომ მე დამარწმუნოთ მოცემულობაში რომ ქართულმა ოცნებამ უნდა ჩაატაროს და ჩაატარებს მართლმსაჯულებაში შესაბამის რეფორმებს
ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ გენერალური ამას. პროკურორი არ იქნება ხელდასმული ბიძინა ივანიშვილის მიერ. თითქმის დაუჯერებელია ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ. სასამართლო თქვენ რა გზას თავაზობთ თქვენ მე არ მყავს ამორჩევლები. არ ვეუბნებით თქვენ ახლა შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მივდგე თუ რა უნდა გაკეთდეს და რა რეფორმები გატარდეს, მაგრამ არ მოხდება ეს ქართული ოცნების პირობებში. არ მოხდება ქართული ოცნების პირობებში. გამორიცხულია ნურავი შეიყვანს შეცდომაში. ქართული ოცნების პირობებში რა არ მოხდება, მთავარი რა არის? არ დაგვაუწეს არ მოხდება ევროპასთან დაახლოება არ მოხდება. მოხდება ის რაც მოხდა სამწუხაროდ დღეს დაშორება და კიდევ უფრო დაშორება. და ბიძინა ივანიშვილის ოცნება ახდება, რომელიც არაერთხელ უთქვამს, რომ სომხეთივით უნდა ვიყოთ, არც იქით, არც აქეთო. მოთქვა 2013 წელს. დაგეთანხმებით იმაში, რაზეც საუბრობდით დღეს თქვენ ბრიფინგზე, რომ მათ თითქმის არაფერი გააკეთეს აქტიურობისთვის და თითქმის ყველაფერი გააკეთეს პროცესის საბოტაჟირებისთვის და ნიკა გვარამიას დაკავება იყო ძალიან ცალსახა გზავნილი კითხვარის შევსებიდან და განაცხადის შეტანიდან პასუხის მოლოდინამდე. აი შუაში ეს იყო ძალიან კრიტიკულ ვითარებებს შეიძლება თქვენ ახსენეთ რომ პრინციპში ხო ბიძინა ივანიშვილი არ გაიმატა. ახლა ბრძანეთ რომ ქართული ოცნება თითქმის ყველაფერი გააკეთა. რას ლაპარაკობთ? დამისახელეთ ერთი ევროპელი დასავლელი პოლიტიკოსი სიტყვებით ვერ ვილაპარაკეთ. არა, შერბილება, შერბილება არის და ამ გადავწყვეტ მომენტში, პროცესში, ეტაპზე, რომელიც რა თქმა უნდა 1 და 2 და 3 დღით არ იქნება შემოფაგული, ხო? ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში ბუნებრივია, მე როგორ მოგახვდეთ თქვენ თავს. ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, იმიტომ რომ აქ არ არის ბრძოლა ხელისუფლებაში მოსასვლელად და ხელისუფლები და ვიღაცის გასაგდებად, რომ აქ არის საგარეო პოლიტიკური კურსი. შეიძლება საბოლოოდ თუ შევინარჩუნოთ დასავლურ. ეს არის ძალიან მე სლოვაკეთის მაგალითი ვახსენე სხვათა შორის, სადაც ასეთი თავგასული ლიდერი ჰყავდათ და სწორედ გაფართოების მიღმა ქვეყნის დატოვება გახდა იქ კრიზისის დასრულების და პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი. ანუ ეს ეხლა არის არ დახურული კარი ქვეყნისთვის არის პერსპექტივა და ეს პირობების ჩამონათვალი და ეს პასუხი ასევე ოპოზიციისთვის არის შანსი რომ ძალიან მკაფიო სათქმელი ჰქონდეთ საზოგადოებასთან და დაანახონ რომ ივანიშვილი და ევროკავშირი სხვადასხვა რამე ანუ რამდენად მკაფიოდ ხართ ოპოზიცია ჩამოყალიბებული მკაფიო გზავნილზე საზოგადოების მისამართი. მნიშვნელოვანია რომ ვიყოს ძალიან ბევრი ადამიანი და მე ოჯახის წევრებთან ერთად და ცირეწლოვან ბავშვთან ერთად მივდივარ და ვიცი რომ ძალიან ბევრი მოდის ასევე ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ბავშვი უნდა იყოს. ძალიან ბევრი და იქნება ასევე. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, იქნება კონკრეტული უკვე მომდენო დღეებში ხა 24 რიცხვი არის თარიღი, როდესაც საბოლოოდ უნდა ჩავდგეთ საქმის კურსში თუ რა ვერდიქტი გამოუტანა ევროპულმა საბჭომ საქართველოს ქართული ოცნების სახით სამწუხაროდ. და ბუნებრივია მოთხოვნები იქნება კონკრეტული, ბუნებრივია მოთხოვნები იქნება ისეთი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს მოემსახურება. მე კითხვას სვამდით ხა გამორჩა, მინდოდა მე პასუხი გამიწყდა აზრი, კარგი გავაგრძელოთ თუ შეიძლება. რა მკაფიო ოპოზიციის ერთიანი გზავნილი რა უნდა იყოს ახლა ხალხის. მე ვფიქრობ, რომ ეს კაფიობა არის, იცით? უკვე მე ეჭვი არ მეპარება, რომ იმ ადამიანს, ვისაც უნდა და გარკვეულიყო ვითარებაში გარკვეულია. დანარჩენი ახლა საზოგადოებრივად პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული და თავად საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში. და ახლა ვისაც არ უნდა დაანახვა რეალობის რიყეზე რო ჩაიყვანო, იქ ქვას ვერ დაინახავს. იმიტომ რომ წინასწარი გაწყობა იქნება ჩამოყალიბებული და გეტყვით რომ აქ არ არის არც ერთი რიყის ქვა. ამიტომ რაღა ახსნა და განმარტება სჭირდება რეალობას, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ. თანაც ეს ყველაფერი კამპანიურ ხასიათს ატარებს, ხო? ეხლა ელენე ხოშტარიას ეძახიან FSB-ს აგენტს. და იმას აქვია მიხეილ სააკაშვილს ოლიგარქს. მე მინდა ეხლა ენა ზვალი არ აქვს. ამიტომ რას საუბრობენ ისინი მნიშვნელოვანი შეიძლება აქამდე იყო, ახლა მნიშვნელოვანი იქნება როგორ მოქმედებთ ჩვენ. აი ეს არის ჩემი გეგმა. და კონკრეტულად რა მოთხოვნებში
აისახება, ამას ვიხილავთ. მადლობა ნიკა, მე მინდა მაყურებელს თქვენ დაგემშვიდობოთ, თუმცა თქვენთან ერთადაც წავუკითხო, პაპუნა ჯანელიძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ოცნების პირობებში კვირიკაშვილის პრემიერობის დროს. ძალიან დამთრგუნველია დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც მრავალი წელია მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ მომავალს. წლის დასაწყისში ვერავინ იოცნებებდა ასეთი პერსპექტივის აღიარებაზე, თუმცა დღეს მხოლოდ პერსპექტივის მიღება ხელიდან გაშვებული შანსია. დიდი სურვილი მქონდა მენახა გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრი ევროპული მომავლის გარშემო, ეს გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. სრული ძალაუფლების დაკარგვას თუ მოპოვებას ეწირება მრავალი წლის ნაშრომი და ჩვენი ქვეყნის მომავალი ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიული გზით ძალაუფლების გადანაწილებაშია, რაც გულისხმობს ყველა მოქალაქის ნების შესაბამისად პოლიტიკურ წონასწორობას, ამ შემთხვევაში ყველა მოგებული დარჩება და რაც თავარია ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ერთადერთი რამ უნდა გაეკეთებიათ დიანა, ერთადერთი რამ. ინერციით მაინც ევლო ამ მიმართულებით და კანდიდატის სტატუსი იქნებოდა. განზრახ კამპანია არ უნდა ეწარმოებინათ, რო არ მიგვიღო. ერთადერთი რამ უნდა გაეკეთებიათ, მეტი არაფერი. აჩუმებულიყვნენ მაინც. ერთადერთი რამ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ორი ირაკლის განცხადებები ჩემი აზრით უნდა არ გაეფუჭებიათ, იმხელა უპირატესობით იყო. ისტორიაშია შესატანი საქართველოს როგორც სახელმწიფო წინ გაჭრილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მადლობა. ვერც ერთი ძალა გარდა ვერაგი ძალისა ამ ძალიან ხელსაყრელ მოცემულობას დავით უსუფაშვილს ვიწვევთ სტუდიაში, თქვენ დაგემშვიდობებით. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა.